არაერთი კვლევა აჩვენებს იმას, რომ DeepSeek-ი შემჩნეული არის საზიანო ინფორმაციის გავრცელებაში და ასევე მიკერძოებულობაში. ამავდროულად არაერთი მედია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ DeepSeek-ი არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას და შესაბამისად არაერთმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ DeepSeek-ი ან დაბლოკოს, ან დროებით შეაჩეროს ქვეყანაში, სანამ გამოძიება არ დასრულდება და ასევე იმის გამო, რომ ეს არის ჩინური კომპანია, ქვეყნის კანონმდებლობაში ნათქვამი არის, რომ ნებისმიერ მონაცემზე შესაძლოა წვდომა ჰქონდეს ჩინეთის დაზვერვას, რაც ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს და ამის გამო მაგალითად პირველი ქვეყანა გახდათ იტალია, რომელმაც დაბლოკა DeepSeek-ის მუშაობა ქვეყანაში, ხოლო მას უკვე შეუერთდნენ სხვა ქვეყნებიც, მაგალითად გასულ კვირას ტაივანმა დაბლოკა ჩინური ჩატბოტი სამთავრობო ინსტიტუტებში მომუშავე პირებს აეკრძალათ, რომ ჩინური ჩატბოტი გამოიყენონ და აქ საუბარი არის სწორედ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ტაივანის ციფრულ საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა პარასკევს განცხადება, რომ ყველა სამთავრობო უწყებამ და კრიტიკულმა ინფრასტრუქტურამ არ უნდა გამოიყენოს DeepSeek-ი, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ეროვნულ საინფორმაციო უსაფრთხოებას და როგორც ტაივანის მთავრობა აცხადებს, იქიდან გამომდინარე, რომ DeepSeek-ი ჩინური ჩატბოტია, მისი მიზანი არის ინფორმაციის საზღვრისპირა გადაცემა და ასევე ინფორმაციის გაჟონვა, ასევე ტეხასი გახდათ პირველი შტატი ამერიკის შეერთებული შტატების, რომლებმაც სამთავრობო მოწყობილობაზე დაბლოკა ჩინური ჩატბოტი და ტეხასის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა გრეგ აბოტმა განაცხადა, რომ ტეხასი არ მისცემს ჩინურ კომუნისტურ პარტიას იმის უფლებას, რომ შეაღწიოს შტატის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში ხელოვნური ინტელექტისა და სოციალური მედიის აპლიკაციების დახმარებით და მისი თქმით ტეხასი გააგრძელებს თავდასხმას მტრულად განწყობილი გარე ძალებისგან. ამავდროულად CNBC-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ CNBC-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, რომ ასევე გაუქმდა NASA-ში DeepSeek-ის მუშაობა, NASA-მ აუკრძალა საკუთარ წევრებს, რომ DeepSeek-მა იმუშაოს და ამავდროულად ასევე გაუქმდა შეერთებული შტატების საზღვაო ძალებში და მის წევრებში, ასევე მათ არ ექნებათ საშუალება, რომ გამოიყენონ DeepSeek-ი და ასევე იტალია გახდათ პირველი ქვეყანა, რომელმაც გაუქმდა და დაბლოკა DeepSeek-ის მუშაობა ქვეყანაში. ისინი საუბრობდნენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ შესაძლოა არის DeepSeek-ი არ ემორჩილებოდეს ევროკავშირის რეგულაციებს, ასევე არ ემორჩილებოდეს ევროპულ კანონმდებლობას და ამის გამო იტალიის ინფორმაციის დაცვის სააგენტომ გამოითხოვა ინფორმაცია DeepSeek-ისგან, მათ აინტერესებს თუ როგორ მუშაობს DeepSeek-ის ალგორითმი და ამავდროულად მასთან ერთად არის როგორც საფრანგეთი, ასევე ირლანდია და სამხრეთ კორეა და ასევე ბელგია, რომლებმაც განაცხადეს, რომ დროებით შეაჩერებენ DeepSeek-ის მუშაობას ქვეყანაში და ისინი დაკითხავენ ყველა საჭირო პირს, DeepSeek-თან დაკავშირებულ ყველა პირს, იმისთვის, რომ დაიწყონ გამოძიება და ამ პერიოდის განმავლობაში კი დროებით შეჩერებული იქნება ამ ქვეყნებში ჩინური ჩატბოტის მუშაობა.